მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მონაწრებულებო. დიდი ხანი არ ყოფილვარ თქვენთან კონტაქტზე და ახლა გადავწყვეტი ამ საღამოს ჩაგიწეროთ საჯარო გაშლა, როგორ პიროვნებად აღგიქვამენ ადამიანები. ეს გაშლა მინდა იყოს ისეთი, რომ შეეხოს როგორც თქვენს უახლოეს გარემოცვას, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, ხო? ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ან ახლა გაიცანით, ან დაუშვათ ერთხელ შეხვდით, ან საერთოდ არ შეხვდით, მაგრამ გარკვეული ტიპის ინფორმაციას ან წარმოდგენებს ფლობენ თქვენს შესახებ. ნახოთ ახლა, როგორ პიროვნებად აღგიქვამენ ადამიანები. ნახოთ ჯერ იდენტიფიკაციისთვის ვინ ხართ თქვენ, ვისთვის იქნება ეს გაშლა. თუ იდენტიფიკაციისას თქვენ თავს ამოიცნობთ, მერე განაგრძეთ ყურება. თუ რა თქმა უნდა იდენტიფიკაცია არ შეგეხოთ და არ რეზონირდა, ეს გაშლა გამოდის რომ თქვენთვის არ არის. ნახოთ როგორ პიროვნებად აღგიქვამენ ადამიანები, ვინ მოვიდა ჩემთან დღეს. არკანის სიკვდილი. არკანის სამყარო და არკანი შეყვარებული. უცნაურია, უცნაური. ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ ის, რომ შესაძლოა მიყურებდნენ, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ზოდიაქოს ნიშანი მიყურებს ახლა, იმიტომ რომ მსმენელების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია, მაგრამ შესაძლოა მიყურებდნენ მორიელები და მერწყულები. ასევე წყლის ნიშნები. ასევე მინდა გითხრათ, რომ ადამიანი, რომლისთვისაც და ადამიანთა ჯგუფისთვის, რომლებისთვისაც იქნება ეს გაშლა, ახლა იმყოფება და ამავე დროს არა მარტო ახლა, არამედ ზოგადად თავის თავში ატარებს ტრანსფორმაციულ ენერგიებს. მე-13 ენერგია არის ძალიან ტრანსფორმაციული ენერგია და ატარებს აი ამ ცვლილებების ენერგიებს და ამავე დროს იმყოფება გარკვეული ტიპის არჩევანის წინაშე, ვისთვისაც არის ახლა ეს გაშლა. ეს არჩევანი ხო, საინტერესო, აი რამდენი მაღალი არკანია. წარმოიდგინეთ, ცხრიანი პენტაკლები, ხმლების ტუზი, არკანი სამართლიანობა. რას უკავშირდება ეს არჩევანი? აი, სამიანი ხმლები, არკანი ეშმაკი და პენტაკლების ტუზი. ჩემო ძვირფასებო, აქ ძალიან უცნაურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის, როგორც ჩანს, ყველა არ მომინდა ამ გაშლის ჩაწერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაღალი არკანი მოვიდა აქ, ეს ერთი. მერე მეორე არჩევანი, რომელსაც თქვენ ახლა იღებთ, ან რომლის წინაშეც თქვენ დგახართ, უკავშირდება ოჯახურ ურთიერთობებს, უკავშირდება გარკვეული ტიპის სიმართლის გამოვლენას ამ ოჯახურ ურთიერთობებში, პარტნიორულ ურთიერთობებსაც შეიძლება უკავშირდებოდეს, იმიტომ რომ აქ პენტაკლების ტუზი და ხმლების ტუზი მოვიდა, ანუ ურთიერთობას გარკვეულწილად წყვილში. აქ არის ანუ რაღაც წყვილში, რომელსაც აქვს აი როგორი განსხვავება, იცით, აი მკაფიოდ გამოხატული განსხვავება, თეთრი და შავი, ბნელი და ნათელი, კარგი და ცუდი, აი ესეთი რაღაცა რადიკალიზმი ახასიათებს, აი თითქოს შეიძლება სხვადასხვა სოციალურ უკაცრავად, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს ეკუთვნის ეს წყვილი, ანუ არ გულისხმობ აქ მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებს, თუმცა რა თქმა უნდა წყვილში ესეც იგულისხმება, აი პარტნიორულ ურთიერთობებს, ორ ადამიანს შორის ურთიერთობას, რომელიც უკავშირდება რაღაცა მნიშვნელოვან
ძალიან მნიშვნელოვან არჩევანს. ეს შეიძლება იყოს ქორწინების დასასრული, მაგალითად თუ არის ცოლ-ქმარს შორის სიტუაცია. ეს შეიძლება იყოს ღალატის გამოვლინება, თუ არის რაღაცა წყვილს შორის ურთიერთობა ან ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა. ეს შეიძლება იყოს სიმართლის სააშკარაოზე გამოტანა, რომელიც მაგალითად აქამდე თქვენ არ იცოდით, ან გარკვეულმა მოვლენებმა ეს სიტუაცია გამოამჟღავნა. სხვათა შორის შეიძლება უკავშირდებოდეს, იმიტომ რომ აქ მეტლის არკანიც ამოვიდა და შესაძლებელია უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი აი რაღაც ტიპის მოძრაობასაც ან ელექტრონულ კომუნიკაციას, აი რაღაცა ესეთი უცნაური ენერგიებია. მოკლედ შემოძვირფასებო, ვისთვისაც ეს გაშლა ესე რეზონირდება, აი ძალიან კაფიოთ არ მაჩვენებს პიროვნებას, ანუ სიტუაციებს მიღწევს. მაჩვენე ვისთვის არის ეს გაშლა, მაჩვენე სამიანი კვერთხები, მაჩვენე ვისთვის არის ეს გაშლა, 7-იანი კვერთხები და არკანი კოშკი. კი რა, აი ესეთი სიტუაცია და აი არკანის სულელი შემოძვირფასებო დასტის ბოლოს. მოკლედ სიტუაცია, რომელიც აი სრულდება, აი რაღაცა გრანდიოზული დასასრულის ეტაპზე, გრანდიოზული გარდასახვის ეტაპზე, გრანდიოზული ცვლილებების ეტაპზე ხართ ახლა. ეს ცვლილებები არ არის აი დაუშვათ რაღაც სადღაც რო ჩანს და რო იცით რომ ნუ აუცილებლად მოხდება. არა, აქ არის რაღაცა დასასრულის დასაწყისი, შეიძლება ასე ითქვას და ეს დასასრული უკვე დაწყებულია, უკვე იცით, უკვე შეუქცევადი პროცესია და როგორც უკვე გითხარით, ეხება პარტნიორულ ურთიერთობებს. პარტნიორულ ურთიერთობა შეიძლება იყოს სამსახურში პარტნიორებთან ურთიერთობა, ანუ თუ ყავთ დაუშვათ დამფუძნებლები ან ასე შემდეგ, აი ესეთი რაღაც ესეთი ვარიანტი შეიძლება იყოს. ეს შეიძლება იყოს ცოლ-ქმარ შორის ურთიერთობა, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ სოციალური წყვილის ურთიერთობა, რომელსაც არა აქვს მაგალითად ესე ქორწინება დამოწმებული, მაგრამ ყველა მიცის რომ წყვილია, ანუ თუნდაც ყველამ თუ არ იცის თქვენ ორმა ხომ მაინც იცით რომ წყვილი ხართ. აი რაღაცა ესეთი ორი ადამიანის ან პარტნიორთა ჯგუფის, რომლებიც ითვლებოდნენ თანამოაზრეებად, ან თქვენც თვლიდით რომ იყო თქვენი ოჯახის წევრი, თქვენი თანამოაზრე, თქვენი მეწყვილე და ასე შემდეგ. დასასრულის დასაწყისი ეტაპია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. აი ესეთი ადამიანებისთვის იქნება ეს გაშლა. შემოძვირფასება, მოკლედ წეღანაც გითხარით, ახლაც გიმეორებთ, თუ ეს იდენტიფიკაცია რეზონირდა, განაგრძეთ ყურება, თუ არა, აქ შემთხვევაში ეს გაშლა თქვენთვის არ არის. და ვნახოთ აი იმ ადამიანებისთვის, რომლისთვისაც ახლა მე გავაკეთე ეს წინასწარი იდენტიფიკაცია, როგორ ადამიანად აღიქვამენ თქვენ გარშემომყოფები. როგორ პიროვნებად, უფრო ზოგადი რო იყოს ეს შეკითხვა, როგორ პიროვნებად აღიქვამენ ადამიანები. არ დავა კონკრეტოდ გარშემომყოფები თუ ზოგადად ადამიანები. აი ესე დავსვათ შეკითხვა, როგორ პიროვნებად აღიქვამენ ადამიანები. ნახოთ. არკანი ფორტუნას ბორბალი. 8-იანი კვერთხები და არკანი ქურუმი ქალი. ნუ წეღანაც გითხარით, ეხლაც ვიმეორებ, იმიტომ რომ იგივე სცენარით მაჩვენებს ფაქტიურად ამ სიტუაციას. აქ აშკარად ძალიან როგორ ვთქვა, რუსულად судьбоносный период, ანუ უკაცრავად, ან მოკლედ რაღაცა მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე ხართ. შემოძვირფასო ადამიანებო, მსმენელებო, რომლებიც აი ინტუიციურად ხვდებით, რომ ეს პერიოდი დადგა, თუმცა აი რაღაცნაირად თქვენ ცდილობთ, რომ ერთგვარად გააჭიანუროთ, როგორ ადამიანად აღიქვამენ ადამიანები. აგერ მოვიდა არკანის სამსჯავრო, კვერთხების 3-იანი და მოვიდა არკანის სულელი. ნუ რაც დასანგრევია, ის
აუცილებლად ინგრევა, რაც არ უნდა ასე რომ ვთქვათ, ჩავებღაუჭოთ ჩემო ძვირფასებო და რაც მალე დაინგრევა, შესაძლოა უკეთესიც იყოს, იმიტომ რომ უფრო მალე გამოჩნდება ალტერნატიული გზები და დასაწყისები, იმიტომ რომ აი აქ არის სულელის არკანი და წეღანაც იდენტიფიკაციის დროს მოვიდა სულელის არკანი. რაღაცა მნიშვნელოვანი გამოაშკარავდა, ან როგორც მინიმუმ თქვენ რასაც ინტუიციურად გრძნობდით, ეხლა თვალნათლივ და ცალსახად შეიგრძენით და დაინახეთ. ადამიანები, როგორადაც აღგიქვამენ თქვენ, ხო, როგორც პიროვნებას, იცით რა არის, ძალიან აქტიური ადამიანი ხართ, ძალიან მოძრავი ადამიანი ხართ. ხართ ადამიანი, რომელიც არის გამოხატული ლიდერი ამავე დროს, ადამიანი, რომელსაც დაუშვათ ფინანსებთან მიმართებაშიც ვერ ვიტყვი, რომ ესე შეზღუდულად აქვს ფინანსები, ან თუ შეზღუდულად არ გაქვთ ფინანსები, ხო, თქვენ ერკვევით ძალიან კარგად ფინანსებში. აი სიტუაცია, დიდი გამოცდილება გაქვთ აქ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი და სიტუაცია, რასაც ეხლა წყვეტთ და რის წინაშეც დგას სუამაზე მელაპარაკება და მიგრძელებს ფაქტიურად იმ გაშლას, რაც წეღან და იდენტიფიკაციისთვის გავაკეთე, ხო? აი სუამაზე მელაპარაკება თითქოს ეს უკავშირდება გარკვეული ტიპის, აი ნახეთ, სიკვდილის არკანი, ისევ არკანი, ძალა, აი პენტაკლების ტუზი წეღანაც იყო, ანუ ეს სიტუაცია იყო კარგახანს გაჭიანურებული, ძალიან კარგახანს და ამას ერთის მხრივ თქვენ საჭიანურებდით, მეორეს მხრივ თითქოს გარემოებებიც ხელს არ გიწყობდათ, რომ რაღაცა სხვა გაგეკეთებინათ, მაგრამ აი ახლა, ხო, არის ემოციურად დაცლის პერიოდი, აი თითქოს რაღაცა ადამიანები, რომ ერთმანეთს ყველაფერს ვეტყვით და რასაც არ ვეტყვით, რომ ვიგულისხმებთ და აი რაღაცა ესეთი არ მომდის სიმართლე რომ თქვა კარგი ენერგიები, იმიტომ რომ აქ არის რაღაცა ძალიან დაძაბული, კონფლიქტური, მოპაექრე ენერგიები, კონკურენტული ენერგიები. კონკურენცია რაღაც დონეზე ძალიან კარგია, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ის აჯანსაღებს გარემოს, მაგრამ არაჯანსაღი კონკურენცია, რომელიც ქმნის ტოქსიკურ გარემოცვას, რომელიც აზიანებს პიროვნულ ურთიერთობებს, აზიანებს სიტუაციებს, რომლებიც მაგალითად შემდგომში მიიბავენ ძალიან ბევრ თქვენთვის ძვირფას და მნიშვნელოვან პროცესს, ხო? აი ესეთი მდგომარეობის დასასრულს მიჩვენებს მე აქ. ანუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც აი წეღარო გითხარით, ხო? ეს არ არის რაღაცა გადაწყვეტილებები ყოველდღიურად, მაგალითად დღეს მეგობარს შევხვდე თუ არ შევხვდე და დღეს ყავა დავლიო თუ ჩაი. არა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებზე აქ საუბარი და მნიშვნელოვანი დასასრულის ეტაპზე დგახართ ახლა თქვენ. ეს არ არის რაღაცა ახლის დასაწყისის პერიოდი, ჯერ ეს უნდა დასრულდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ამას მიაქვს ძალიან დიდი ენერგეტიკული რესურსი თქვენგან, იმიტომ რომ აქ არის ემოციური მიჯაჭვულობა, სავარაუდოდ აქ არის ძალიან ბევრწლიანი ნაცნობობა, პარტნიორობა, ქორწინება, ანუ რაღაცა ისეთი მტკივნეული საკითხებია, მოკლედ თქვენს წინაშე. მაპატიეთ, რომ კითხვაზე, რომლისთვისაც ეს საჯარო გაშლა ჩავწერეთ, ჯერჯერობით პასუხს არ მცემს, იმიტომ რომ ფაქტიურად უნდა რომ მომიყვეს ისტორია დასტა. ესე მიდის ეს გაშლა ჯერჯერობით. ამიტომ მოდი კიდევ ერთხელ დავუსვათ შეკითხვა, როგორ პიროვნებად აღგიქვამენ ადამიანები. იმ მსმენელებისთვის, რომლებიც მე ახლა მისმენენ, მანახე როგორ პიროვნებად აღგიქვამენ თქვენ ადამიანები, ჩემო ძვირფასებო. ნახოთ. შვიდიანი კვერთხები. ადამიანად, რომელიც არ ნებდება, არკანი მთვარე და სამიანი ხმლები. ადამიანად, რომელიც არ ნებდება, ადამიანად, რომელსაც პრინციპში ბევრი ღალატი აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი, ნაგემი,
ბევრჯერ ყოფილა ძალიან რთულ ემოციურ მდგომარეობაში, თუმცა მთვარე და მზე ერთდროულად ლაგდება აქ, ეს ნიშნავს იმას, რომ შინაგანად რაც უნდა ცუდად გრძნობდეს ადამიანი თავს, გარეგნულად ამას არ ამჟღავნებს. აი ნახეთ 4-იანი პენტაკლები და 7-იანი თასები ამოვიდა აქ და ამოვიდა აქ ასევე არკანი მზე. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ადამიანები აღიქვამენ პიროვნებად, რომელიც კაშკაშებს, თუმცა თქვენ ასევე დაყвებათ ენერგია გარკვეული ტიპის მესაკუთრეობისა, აი რაღაცა რაც ჩემია, ან რაც მე ვარ, აი რაღაცა ესეთი დიდი პოზიციონირება მოდის აქ ენერგეტიკულად, რომ აი რაღაცა მეს ენერგია არის თქვენ შემთხვევაში წინ წამოწეული. იმდენად, რამდენადაც თქვენი მოცემულობა ახლანდელიც და წარსულიც ფაქტიურად არ არის მარტივი, ემოციური თვალსაზრისით, ჯერ მარტო, თქვენ ფაქტიურად აი რაღაცა ერთგვარ ბარიერს აწესებთ, ფილტრს საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ აი არ გამოვუშვებ ამას გარეთ, არ გამოვხატავ, თუმცა რაც არ უნდა ბევრი დაიტიოთ თქვენ შიგნით, ჩაიგუბოთ თქვენ შიგნით და მოიკემსოთ პირი, დაიბრმავოთ თვალები, დაიყრუოთ ყურები და ასე შემდეგ, ეს ენერგია, რასაც თქვენ დაატარებთ თქვენი სხეულით და ადამიანი თავისთავად სრულიად არის ენერგია, ხო? აი აქედან გამომდინარე, ამას თქვენ ვიბრირებთ სამყაროში. ასე ვიბრირებთ, რომ მე მინდა რომ აღიარონ, თუ მე მინდა რომ მიმიღონ, მე მინდა რომ დამინახონ, მე მინდა რომ გამომყვნენ, მაგრამ ამავე დროს თქვენ გაქვთ დაუოკებელი შინაგანი მიჯაჭვულობები, რომლებიც ჯერ არა გაქვთ დაძლეული, არა გაქვთ დამუშავებული და აი ეს არჩევანი აქაც და მერყეობა აქაც გამოჩნდა, აი არკანის შეყვარებულები. ნახეთ, ისევ იგივე, აბსოლუტურად იგივე არკანებს მიმეორებს, არკანის შეყვარებულები, არკანი ძალა და პენტაკლების ტუზი. ჩემო ძვირფასებო, მე აქ ფაქტობრივად მეუბნება, რომ ეს გაშლა უნდა დავასრულო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფაქტიურად რასაც მიყვება, იმას იმეორებს ეს სიტუაცია თავიდანვე. რა მინდა რომ ასევე გითხრათ, ადამიანად როგორადაც თქვენ აღიქვამენ, ხო? აი არის მაგის, იეროფანტის, არის იმპერატორის, არის ხმლების პაჟის და 4-იანი ხმლების ენერგია, ხო? ეს არის როგორც უკვე აღნიშნე წეღან ლიდერის ენერგია, მაგრამ ცოტა არ იყოს რაღაცნაირად როგორი ლიდერია, იცით? აი არ აღიარებული ლიდერი, აი მე რომ მინდა რომ აღიარონ, მაგრამ მე თვითონაც რო არ მჯერა რომ უნდა მაღიარონ. აი რაღაც ესეთი რა, თითქოს სხვები ესე უნდა მიხვდნენ, რომ უნდა გამოყვნენ, აი რაღაც ესეთ ენერგიას მიჩვენებს, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ თანამოაზრეები, თქვენ გჭირდებათ ადამიანები, რომლებსაც მიიბავთ, იმიტომ რომ ეს გაქვთ ბზის ენერგია, მაგის ენერგია, იეროფანტი, ეს ცალსახად გაქვთ, მაგრამ მეორეს მხრივ არის აქ რაღაცა სიტუაცია, როდესაც აი არ ხართ თავდაჯერებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს გინდათ და ესე პოზიციონირებთ, აი ამ ნაწილში თითქოს არ ხართ თავდაჯერებული, საკმარისად ვერ აღიქვავთ საკუთარ თავს, თითქოს არ ხართ გაბედული, არ ხართ რადიკალური და ამ დროს რეალურად ძალიან რადიკალიზმიც გახასიათებთ და აი ეს რადიკალიზმიც არის ზუსტად შეიძლება, რომელიც თქვენს შინაგანში იწვევს აი ამ განხეთქილებას. თქვენი ერთი მე შეიძლება ამბობს, რომ ეხა მიდი და დაანგრიე და მეორე მე იძახის, რომ არა, ვერ დავანგრევ, იმიტომ და აი ამ დროს ეს არანგრევის სიტუაციები ერთმანეთში იხლართება და ძალიან გთრგუნავთ, ჩემო ძვირფასებო. ადამიანები, რომლებიც აი გარედან თქვენ გიყურებენ, ამ თქვენ შინაგან ბრძოლებს ხედავენ და სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ განიხილავენ კიდევაც, ვინც ახლა მე მისმენს და პირდაპირ წყვილზე, ანუ ქორწინებაზე არის საუბარი, ხო? აი ამ საკითხთან მიმართებაში თქვენ ზურგს უკან ეს საკითხი მინდა გითხრათ, რომ არის არაერთხელ განხილული და ნამსჯელი.
ამ თემაზე. მინდა მოდი დავანებოთ ეს შეკითხვას თავი და მინდა უბრალოდ რჩევა ვკითხო, აი რადგან ასე სიტუაციებს მიმეორებს, ხო? რჩევა ვკითხოთ ტაროს. რას გირჩევთ? აი ამ გაშლას ვინც უყურებს იმ ადამიანებისთვის, რა რჩევა აქვს სამყაროს თქვენთვის მოცემულ სიტუაციაში, იმ სიტუაციაში, რომელიც აღწერეთ რჩევა მითხარი. რას ურჩევ? აი სასწაულია ფაქტობრივად restore the broken self ანუ აღადგინეთ დამტორეული საკუთარი შინაგანი თავი, გამთლიანეთ შინაგანი თავი. აი წაღა რო გითხარით, რომ ერთი შინაგანი მე იძახის თქო, რომ დაანგრიე, მეორე იძახის, რომ არა ვერ დავანგრებ. რო გითხარით, რომ წინააღმდეგობრივია თქვენი სურვილები, გინდათ რომ გამოყვნენ და ამ დროს შინაგანად რეალურად თქვენ არ გჯერათ, რომ შეიძლება ვიღაცა გამოყვეთ, ხო? აი რაღაცა ესეთი სიტუაციაა თქვენ შინაგანშია ეს ნგრევა და ტრანსფორმაცია და რჩევა პირდაპირ მოვიდა, რომ აღადგინეთ თქვენი დაზიანებული მე, ანუ პიროვნულობა. ანუ თქვენი ნაწილები, პირდაპირ წერია აქ, რომ თქვენი ნაწილები ჯერ კიდევ დარჩენილია წარსულ ტკივილებში, დარჩენილია იმ განცდებში, რომლებიც არ არის გადამუშავებული, არ არის გაშვებული. ამიტომ ტაროს რჩევა არის ის, რომ წარსული უნდა დატოვოთ წარსულად, ხო? და ჩაიხსნათ იმ გამოცდილებებს, გაწყვიტოთ ენერგეტიკული კვება იმ ტკივილებისა, იმ წარსული ტრამვული პოზიციებისა, რაც გაგაჩნდათ და რამაც ესეთი შინაგანი კონფლიქტები გამოიწვია თქვენ შორის. გაწყვიტეთ უბრალოდ და არკანის სულელი ბევრჯერ მოვიდა აქ ჩვენთან. და გადაეწყվეთ ახალ სიტუაციებზე. სულელის ენერგია ჩემო ძვირფასებო არის როგორი ენერგია იცით? როდესაც ადამიანს აქვს ძალიან დიდი 22 არკანია ტაროს უმაღლესი არკანების იერარქიაში არკანის სულელი და ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა გაიარა ძალიან ბევრი ეტაპი ცხოვრებაში და ბოლოს მივიდა გარკვეული ტიპის დაშვებამდეც და რაღაც მომენტში გაცნობიერებამდეც, რომ თითქოს სამყაროში ყველაფერი არის უაზრო და მანამდე რაც მიაჩნდა ჭეშმარიტებად, რაც მიაჩნდა ღირებულად, რასაც ებღაუჭებოდა, რასაც ვერ უშვებდა, რაც ეძვირფასებოდა და ასე შემდეგ, დღეს მისთვის კარგავს აქტუალურობას. და ძალიან ბევრ დასტაზე ტაროს არკანებისა ხო გამოსახულია პიროვნება, რომელსაც მოკიდებული აქვს ერთი პატარა გუდა, მიყვება პატარა ლაქია, ფინია გვერდზე და ერთი ნაბიჯი აშორებს უბსკრულამდე. აი ეს ერთი ნაბიჯი პირობითად შეიძლება აღვიქვათ და გამოვხატოთ ისე, რომ თქვენ გამოცდილებას ან გამოიყენებთ და არ გადაეშვებით იმ უბსკრულში, ან ვერ გამოიყენებთ იმ გამოცდილებას და ჩაიჩეხებით უბსკრულში. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, პირველი რითიც თქვენ აი ამ სიტუაციის კურნება, გამთლიანება და გამოჯანსაღება უნდა დაიწყოთ, ეს არის საკუთარი თავი. საკუთარი თავი უნდა გაამთლიანოთ, აპატიოთ დაშვებული შეცდომების სხვებსაც და პირველ რიგში საკუთარ თავსაც, რომლებიც მოხდა წარსულში და დაიწყოთ ცხოვრების ახალი ეტაპი. ეს თქვენ დაიმსახურეთ, გამოცდილებას საკამარისზე მეტი გაქვთ და იცოდეთ, რომ ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც სირთულეებს ხანდახან სრულიად მარტო უნდა შევეჭიდოთ. ეს გზრდის, ეს გვანახებს იმ ჭეშმარიტ შინაგან ძალას, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ეს გვარწმუნებს იმაში, რომ სამყაროში არ არსებობს მხოლოდ
ადამიან არ არსებობენ მხოლოდ ადამიანები, არ არსებობთ მხოლოდ თქვენ, არ ვარსებობ მხოლოდ მე და სამყაროს უზენაეს ძალები, სამყაროს განაგებენ უზენაესი ძალები, სამყაროს განაგებენ სხვა ბევრად უფრო ბრძენი, ბევრად უფრო ჭეშმარიტი იერარქიის, სხვათა შორის, აქაც ძალიან ბევრი იერარქიაა, სულიერი წინამძღვრები და აი ეს გამოფხიზლების ეტაპი დგას თქვენს წინაშე, ჩემო ძვირფასებო. Trust the lesson, not the pain. ანუ ენდეთ გაკვეთილს და არა ტკივილს. ეს არის ზუსტად ის, რაც მე სულელის არკანზე თქვენ მოგიყევით, ჩემო ძვირფასებო. აი ესე მინდა რომ დავასრულო ჩემი დღევანდელი საჯარო გაშლა. მე იმედი მაქვს რომ რეზონირდება, იმედი მაქვს რომ დავინახავ თქვენს კომენტარებს, ასევე არ დაგავიწყდებათ არხის გამოწერა, ვიდეოს გაზიარება და ასე შემდეგ და შეგახსენებთ რომ პირადი კონსულტაციებისთვის ჩაწერები განახლდა და განახლდება ხვალიდან, ანუ ორშაბათიდან, მაგრამ აქვე მინდა დავსწინო ერთი ფაქტი, რომ ადამიანები როცა მწერენ, რატომღაც მოლოდინი უჩნდებათ, რომ იმ წუთში უნდა გავუწიო მე კონსულტაცია და ჩემო ძვირფასებო, ესე არ არის, მე მაქვს ჩემი პირადი სივრცე, მე მაქვს ჩემი საქმე, მე მაქვს ჩემი ძალიან ბევრი ყოველდღიური გადასაწყვეტი დავალება და ვცეთ ერთმანეთის დროს პატივი. არავის არ დაგტოვებთ უპასუხოთ კონსულტაციის გარეშე, მაგრამ ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი პირადი სივრცე და ეს პირადი სივრცე ჩემი მხრიდან თქვენთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არ იქნება დარღვეული და დაზიანებული და იგივეს მოლოდინი მაქვს მე თქვენგანაც. გისურვებთ ბედნიერ საღამოს, ბედნიერ ორშაბათს და იმედი მაქვს რომ მიისწავლით და გეყოფათ სიბრძნე საკმარისი თქვენი ცხოვრებისეული გაკვეთილების შესასწავლად და გასავლელად. დროებით, ჩემო ძვირფასებო.